მოგესალმებით მეგობრებო. ვივარაუდებ, რომ თქვენს დიდ თუ არა საკმაოდ ნაწილს მაინც გემახსოვრებათ 2000-იანების კომპიუტერული გეიმინგის ერთი კონკრეტული ხანა, რომელიც კერძოდ ეგრეთ წოდებულ ფლეშ თამაშებს მოიცავდა. წლების განმავლობაში ამ ძალიან მარტივმა უფასო თამაშებამ მსოფლიოს გარშემო უამრავ ბავშვს აჩუქეს ძვირფასი მოგონებები, ხოლო შემდეგ 2000-იანების მიწურულს ძალიან დიდი გულისწყეთა, როცა ფლეშმა მუშაობა შეწყვიტა. დათესობით თამაში შესაბამისად გაქრა. თუმცა ინტერნეტის შესახებ ერთი ჭეშმარიტება ყველამ ვიცით. მას არასდროს არაფერი ავიწყდება. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ბავშვების გახსენებას კიდევ ერთხელ შევძლებდი და საყვარელი თამაშების სათაურებით, სიუჟეტებითა და რენდომ დეტალებით მათი ძიება დავიწყე. პირველ რიგში დატყვით, რომ ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი საიტი Free.com კვლავ ფუნქციონირებს და თამაშების ნაწილს უკვე აქ იპოვით ხელუხლებელ მდგომარეობაში. მათ შორის ამ სერიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამახსენდა. მოსაზრება, რომ ამ თამაშის დასახურად ყველა ვარიანტში ორი მოთამაშეა საჭირო, წმინდა წყლის მითია, რადგან თითების და თვალების კოორდინაციის ელემენტარული უნარებით ყველა ლეველს თავისუფლად დახურავთ. ბევრი სწორედ ასე აკეთებდა და როგორც აღმოვაჩინე, ამ თამაშის გავლოთ სურვასავით უნარია, ერთხელ თუ დაამუღამე, მერე აღარ გავიწყდება. Anyway, Free-ზე ასევე იპოვით ისეთ ლეგენდებს, როგორებიცაა ნაყინები, ეს შარვლიანი ტიპი, კაცი, რომელსაც სულ მოსდევენ. ეს უკანასკნელი მგონი მთელ საიტზე ყველაზე ადვილი თამაშია და ახლავე დაგიმტკიცებთ რატომაც. თუმცა სამწუხაროდ შენარჩუნების მაგირად, როგორც დასაწყისში ვთქვი, ხშირ შემთხვევაში ფლეშ თამაშების ძიებისას იმედგაცრუებას ხვდებით. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სტომატოლოგიური თავგადასავალი, რომლის მოკლე შინაარსიც შემდეგია. უბრალოდ სტომატოლოგი ხარ, რომელიც ადამიანებს კბილებს უკეთებს. Free-ზე ის ვიპოვე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დეველოპერების გუნდმა დიდი ხანია ფეხებზე დაიკიდა და საფორთი შეუწყვიტა. ამის გარეშე კი თამაშის გავლა ფაქტიურად შეუძლებელია. რამდენი არ ვეცადე, რამდენჯერ არ დავარეფრეშე საიტი, დავარესტარტე კომპიუტერი, სხვა დევაისით ვცადე შესვლა. მოკლედ პირველ დავალებას ვერაფრით გავცდი. შემდეგი მისია ეკრანზე უბრალოდ არ ჩნდება. ამიტომაც მომიწია მიუხედავად დიდი გულის ტკივილისა ამ საქმისთვის თავი დამენებებინა. აქვე მოდით სულ რამდენიმე წავით შევყოვნდეთ და გავიხსენოთ კიდევ სხვა თამაშები, რომლებსაც ვეღარასოდეს ვნახავთ. ძარცვა. ოთახის გაფორმება 2. წითელი ბურთის თავგადასავლები. გამომწერებს უკვე გეცოდინებათ, რომ სევდიან ნოტაზე ამბის დასრულება დიდად არ მიყვარს. ამიტომაც სანამ დაგტოვებთ, გაგახარებთ. Free-ვის გარდა კიდევ მეორე ლეგენდარული საიტი Cool Math Games კვლავ გამართულად მუშაობს და მგონი კიდევ კარგ ახანს არსად წასვლას არ აპირებს. და სწორედ აქ შეგიძლიათ იხილოთ ფლეშ თამაშების უგვირგვინო მეფის პაპას რესტორნების სერიის ყველა ეპიზოდი. ოღონდ გირჩევთ წინასწარ ადბლოკერი დააყენოთ, რადგან ფინალამდე გასასვლელად მინიმუმ 60 ლეველის გავლა მოგიწევთ. თითო ლეველის უკან ჩამოტოვებას საშუალოდ 2 ან 3 დღე სჭირდება, ხოლო ყოველი დღის შემდეგ 2 რეკლამის გიწევთ. თუმცა ისე თუ პოდკასტების მოსმენა გიყვართ, პარალელურად საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. საბოლოოდ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რატომ გააუქმა Adobe Flash-ი. ერთი ვერსიით ეს პროგრამა მომხმარებლების მოწყობილობებში ვირუსების გასავრცელებლად გამოიყენებოდა. მეორეს მიხედვით, მისგან უბრალოდ ფინანსურ მოგებას ვერ ნახულობდნენ. დღეისათვის სულ ესაა. თუ ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ, რადგან ეს აქ ჩემი ბოლო გაელვება არაა და კარგად იყავით.